სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის მეცხრე უბანში მცხოვრები მაჰმადიანი მესხები თავს საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტით ირჩენენ. აქ დღეისათვის 31 ოჯახი ცხოვრობს და ყველა მათგანი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც ჩამოსახლებიდან დღემდე აწუხებთ. სოფელში მაღაზია არა გვაქვს, წყალი არა გვაქვს. არის კაჩატები როა იგენს ვამუშავოთ, მაგრამ კაი წყალი არა, დასალევად არ ვარგა. გაზი არა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები სკოლაში დადიან, ქართულად მეტყველება მაინც უჭირთ. ამის მიზეზად მოსახლეობასთან არაინტეგრირებულობა მიიჩნევა. ბავშვები სოფელში არის სკოლა, სოფელში სწავლობენ, მაგრამ ქართულად კარგად არ იციან. იმიტომ რომ მარტო სოფლის ბავშვები როა, ხო? მასწავლებელი ქართულად ასწავლის. რაც შეუძლია აკეთებს, მაგრამ მაინც ბავშვებს სხვა ბავშვებიც რო იყოს, ხო, ქართულად რო ილაპარაკონ, ყველა კარგად შეისწავლის ქართულს და ბაღშიც რო არ დადიან პატარობიდან არ იციან ქართული ენა და მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც იანეთის მეცხრე უბანში ცხოვრებას დღემდე ვერ ეგუებიან. მე მინდა ჩემი კუთხე. ახლა დაგო კი ბატონო, რა თქმა უნდა, მე რა მინდა დახანეთ საგრო ვცხოვროთ ჩვენ ახლა. ცალკე არ მინდა და მე მინდა რომ ხალხთან ვინც არის აქ იანეთი, ანჯიხაი, ანსხალუსა და ყველა უნდა ვიყოთ ერთად. მარტო იზოლებული კი არა. სკოლის პრობლემა, დენის პრობლემა, სკოლის პრობლემა, საზღვრის პრობლემა. ყველაფერი პრობლემა აქ ამ სოფელში ზუსტად. უამრავი პრობლემით შეწუხებული მესხების ერთ ნაწილს ტელეკამერის გამოჩენისას ამგვარი რეაქცია აქვს. ფერი დახმარება არაფერი ჩემთან ექსიცილი ზალი ყავს აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა რამდენი ჯერ თბილისი, რამდენი ჯერ ქუთაისი დახმარება არაფერი არა ახლა პასპორტი არა რამდენი წლის ექსიცილისა არ მინდა არაფერი არ მინდა всё ნინა და ничего ნინა რამდენი ჯერ ამ ხელა მითხრა რა დახმარებებს ითხოვდი ბაღანა ორი ბაღანა დარჩა ჩემი სახლიდან ქმარი მოკდა 22 წლის გოგო დარჩა რამდენი ჯერ იქეთ და არაფერი არ მინდა არაფერი არ მინდა იმერეთში მცხოვრებ მესხებს იმედი აქვთ, რომ მათი ნათესავები სამშობლოში დაბრუნდებიან. უნდა მევიდეს ყველა ჩემი ხალხი, აბა არ მინდა. მე იმаш ახალციხეში ადრე ჩემი დედა, მამა, ბებია ყველა იქით ხო კონდა ახალციხეში. ახლა რა, აქან რა 20 ოჯახია ვარ. ყველა ნათესავი იქით არის აზერბაიჯანში, ჩემი დაი, ძმა, ყველაფერი და იქით არის. აქანი ვინ არის არაბენ მეზობელები და ისე არავინ არ ამყავს აქანი. მესხები არიან, რომელიც გადაასახლეს აქედან. მართლა ქართველები არიან და ძველი ქართველი. მაგანი უნდა ჩამოვიდეს რა თქმა უნდა. მარტო იმას სამტრედიაში კი არა, პირდაპირ ახალციხის რაიონში. მე პირადად მასწავლებს, რომ ჩამოვიდეს პირდაპირ ახალციხის ადიგენი. რატო? რატო იმიტომ აგია, ყავლას მე თავის კუთხეა. სანამ იანეთის მეცხრე უბანში მცხოვრებლები საყოფაცხოვრებო პირობების გამოსწორებაზე იზრუნებენ, მანამ ისინი იმ საქმიანობას გააგრძელებენ, რომლითაც დღემდე მოვიდნენ.